ყოველ მესამე ადამიანს ექნება ჰერპეს ზოსტერი ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ჰერპეს ზოსტერი იწვევს ტკივილს და გამონაყარს სახეზე, ტანზე, ან თავზე, ოღონდ ყოველთვის ნახევარზე. არა ორივე მხარეს, არამედ ყოველთვის ნახევარზე. სახის ნახევარზე, ტანის ნახევარზე, ცალხელზე და ასე. ჰერპეს ზოსტერი ვირუსული ინფექცია, ვირუსი იწვევს ვარიცელა ზოსტერი და ეს იგივე ვირუსია, რაც იწვევს ჩუტყვავილას. ან ჩუტყვავილას და ჰერპეს ზოსტერს ერთი და იგივე ვირუსი იწვევს. ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ამიტომ ამახვილებ ყურადღებას, რომ მედიცინაში ძალიან იშვიათია, რომ ერთ და იგივე ვირუსმა თავიდან გამოიწვევს ერთი დაავადება და მეორე გამოიწვევს მეორე დაავადება. ანუ თავიდან როგორც ბავშვს თავიდან თუ მიიღებს ამ ვირუსს, ვარიცელა ზოსტერს, ემართება ჩუტყვავილა და ჩუტყვავილა იცით გამონაყარი მთელ სხეულზე და ბლისტერები და ბუშტუკები და მერე ეს ვირუსი დარჩება ორგანიზმში და მას შემდეგ რაც ადამიანი 50 წლის გახდება, იმუნიტეტი შეუსუსტდება, ეს ვირუსი ნერვებში ცხოვრობს და ნერვებიდან გაიღვიძებს და ჩამოუყვება ნერვებს, ანუ ცხოვრობს ზურგის ტვინთან და იქიდან გამოუყვება და წამოვა ნერვებისკენ, ტანისკენ, ნერვების გზით, ანუ ასე ახასიათებს, რომ მიუყვება ხოლმე ნერვებს. ეს ნერვების სატრანსპორტო ფუნქცია ასეთი, რომ შეუძლია რომ წამოიღოს ვირუსი აქეთ. კანისკენ და კანზე მრავლდება მერე, ანუ კანთან მრავლდება. კანთანაც და ნერვებშიც. და ამიტომ არის რომ აზიანებს ნერვებს და აზიანებს კანსაც. იწყება ძლიერი ტკივილით, წვის შეგრძნებით, ანუ ქავილის შეგრძნებით, სხვადასხვანაირად, მაგრამ ჯამში ტკივილს იწვევს. და ეს ტკივილი საკმაოდ ვერაგია, იმიტომ რომ ნერვები ზიანდება, პირდაპირ ნერვები ზიანდება. მერე კანის ზიანდება, კანი რო ზიანდება, უკვე წარმოიქმნება ბუშტუკები. ანუ ამიტომ რომ თავიდან არის ტკივილი და ამ თავიდან ძალიან ძნელი სადიაგნოზოა და მერე ზიანდება კანი. და მერე სვავთ დიაგნოზს, როგორც წესი, მაშინ მეკრად შევხედავთ, რომ კანზე არის ეს ბუშტუკები. ჰერპეს ზოსტერის ანთება ყოველთვის ვლინდება ხოლმე ერთ ნახევარზე, ანუ კანის სახის ნახევარი, სხეულის ნახევარი, თუ მთელ სხეულზე განვითარდა, ან თუ მთელ სახეზე განვითარდა ორივე მხარეს, ნიშნავს, რომ ძალიან შესუსტებული აქვს ამ ადამიანის იმუნიტეტი, ან ქიმიოთერაპიაზეა, ან შეიძლება ლეიკემია ქონდეს, ან ინფექცია ქონდეს, ანუ სერიოზული პრობლემა აქვს, სერიოზულად შემცირებული აქვს იმუნიტეტი, თუ ორივე მხარეს განვითარდა. როგორც წესი, 95% შემთხვევაში მეტი კიდე ვითარდება ცალ მხარეს. ეს დაავადება თავისით გაივლის დაახლოებით 2 კვირაში, ოღონდ არის მნიშვნელოვანი რისკები აქვს. და აქ ჩდება მნიშვნელობა, რატო უნდა ვუმკურნალოთ, თორე შეიძლება ვიღაცამ თქვას, მოდი დავიკიდოთ, გაივლის თავის და არა. ასე არ არის, მკურნალობა ჭირდება, რადგან ზოგ შემთხვევაში, როცა ადამიანის იმუნიტეტი არ არის სათანადო მდგომარეობაში, ეს ვირუსი გაივლის, მაგრამ დაზიანებული ნერვებს ტოვებს და ეს დაზიანებული ნერვები თვეების განმავლობაში შეიძლება ტკიოდეს ადამიანს და ძალიან შემაწუხებელი ნეიროპათიული ტკივილი, ნერვის დაზიანების ტკივილი აქვს, რაც ძალიან შემაწუხებელია. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა რაც არის, რომ თუ კი დაზიანებულია სამწვერა ნერვი და სამწვერა ნერვის თვალის ტოტი, ამ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს თვალი, ეს არის რა თქმა უნდა ხშირი შემთხვევა და ეს არის აუცილებელი, შეიძლება დაზიანდეს სამწვერა ნერვის ეგ ნაწილი და თვალი არ დაზიანდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საყურადღებოა და უნდა ვიცოდეთ, რომ რატო უნდა უმკურნალოთ და შეიძლება დააზიანოს თვალი. შეიძლება დააზიანოს რქოვანა, შეიძლება დააზიანოს კონუქტივა და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავეც, იმიტომ რომ დააზიანოს პატურა. ეს შემთხვევა იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ. რადგან ჰერპეს ზოსტერის 20% შემთხვევაში ზიანდება სამწვერა ნერვი და ეს თვალის დაზიანების რისკი არსებობს. მეორეს მხრივ, შეიძლება სახის ნერვის ჩათრევამ, რომელსაც ჰერპეს ზოსტერი იწვევს, გამოიწვევს სახის პარალიზი. ეს პარალიზიც ბევრ შემთხვევაში აღდგება თავისით, მაგრამ არის შემთხვევები, როცა არ აღდგება. ამიტომ ჭირდება მკურნალობა. მეტიც შეიძლება სასმენი არხის
მახლობლად დააზიანოს ნერვები ზოსტერმა და გამოიწვიოს თავბრუსხვევები და სმენის დაქვეითება. ამიტომაც გვჭირდება მკურნალობა. არის შემთხვევები, როცა შეიძლება დააზიანოს ტვინი, გამოიწვიოს ენცეფალიტი, ეგენი ძალიან იშვიათი შემთხვევები, ძალიან იშვიათი შემთხვევები 1% ნაკლებია და ანუ უმეტეს შემთხვევაში მოკლედ ეგ არ გვხდება და ძალიან საში არ არის. ეხლა არის თუ არა გადამდები ჰერპეს ზოსტერი. ჰერპეს ზოსტერი გადამდებია თუ დაზიანებული, ანუ ის ბლისტერები შეეხება ადამიანს პირდაპირ კონტაქტი ექნება ამ ბლისტერებთან ადამიანს, რომელსაც გაატანილი არ აქვს ჩუტყვავილა. ასე შემთხვევაში პირდაპირ კონტაქტით და შემდეგ თუ მოიხვედრა პირში ცხვირში ესეთი ხელი, შეიძლება გადაედოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისე ავრცელებს ჰერპეს ზოსტერიანი ადამიანი ჩუტყვავილას, რომ ეს დადიოდეს და ჰაერში ავრცელებდეს, როგორც ჩუტყვავილიანი ადამიანი ავრცელებს, ეგრე არ ავრცელებს. ანუ შესაძლებელია გადადება, მაგრამ იშვიათია. ან თუ პირდაპირ კონტაქტი არ აქვს ადამიანს და თან მithumes თუ ჩუტყვავილა გაკეთებული აქვს, ან აცრა გაკეთებული აქვს, არ გადაედება. ეხლა რა არის ჩვენი მისია, როცა ვხედავთ, რომ ადამიანს აქვს ჰერპეს ზოსტერი. პირველი არის, რომ ზუსტი დიაგნოზი დავსვათ. მეორე არის, რომ ნერვის დაზიანება ავიცილოთ თავიდან, მხედველობის დაზიანება ავიცილოთ თავიდან და ორგანული გართულებები ავიცილოთ თავიდან. თუ ადამიანი მithumes ასაკოვანია, ან დასუსტებული იმუნიტეტი აქვს. დიაგნოზი ისმევა დახედვით, რომ შეხედავ, მოусმენ ადამიანს რა ქონდა, რა აწუხებს, ისმევა დახედვით. სანამ ეს ბუშტუკები კარგად არ იქნება გამოკვეთილი, მანამდე დიაგნოზის დასმა არის ძნელი. ამიტომ არის, რომ ადრეული, სანამ ეს კანზე გამონაყარი არ გაჩნდება და თავიდან არ ჩნდება, ხოლმე თავიდან არის ტკივილი და ტკივილის ფაზაში ძალიან ძნელია დიაგნოზის დასმა. 90% დიაგნოზები ცდება. სამ ტკივილია და გამონაყარი არა. გამონაყარი როა მერე კი. ეხლა რაც შეეხება სად არის ყველაზე ხშირი ადგილები, მკერდზე, ზურგზე, სახეზე, მაჯაზე და ჯერ არის ტკივილი, მერე მოდის გამონაყარი. ტესტირება როგორც წესი საჭირო არა, შესაძლებელია რომ ამ სითხიდან, ბლისტერების სითხიდან PCR ტესტი გაკეთდეს და დნმ ვიპოვოთ ამ ვირუსის, მაგრამ როგორც წესი საჭირო არა, ხოლმე სეროლოგიას დიდი აზრი არა, უბრალოდ შეგვიძლია თქვათ, რომ ამ ადამიანს აქვს არა იმუნიტეტი. წინა იმუნიტეტს ამბობს, მაგრამ ამ მომენტში აქტიურ ვირუსის დეტექციას ვერ ახდენს. მკურნალობა არის ანტივირუსული წამლები. ყველაზე მთავარია ანტივირუსული წამლები. ვალაციკლოვირი 1000 მგ სამჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. ეგ არის გაიდლაინით მოწოდებული ყველაზე მეტად რეკომენდირებული. აციკლოვირიც შესაძლებელია, ფამციკლოვირიც შესაძლებელია. სამჯერ დღეში სამივე ვარიანტი არის 7 დღის განმავლობაში. ვალაციკლოვირი ჯობია, ეფექტურობით ჯობია, მიიჩნევა რომ საუკეთესოა. თუმცა აციკლოვირის და ფამციკლოვირის კარგად მუშაობს. ფამციკლოვირის და ვალაციკლოვირის ეფექტურობა პრაქტიკულად ერთნაირია. პრედნიზონი 60 მგ შესაძლებელია 2 კვირის განმავლობაში, თუ სერიოზული ძლიერი სახის ანთება აქვს, ან ძლიერი ტკივილი აქვს მაშინ და რა თქმა უნდა ტეიპერინგი ჭირდება, ანუ ცოტათი უნდა დაიწყოს, ცოტათი უნდა დაამთავროს. სტეროიდები ყოველთვის, ანუ თუ კი პრედნიზონს დანიშნავ, ყოველთვის უნდა გამოიყენო ვირუსულ პრეპარატებთან, ამ შემთხვევაში საუბარი რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თვითონ პრედნიზონი იმუნიტეტს თრგუნავს და ანტივირუსული პრეპარატის გარეშე მარტო ანთების დათრგუნა არაფერს არ მოგწევს. შესაბამისად, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტკივილისთვის აცეტამინოფენი, პარაცეტამოლი, გაბაპენტინი, პრეგაბალინი, თუ ძალიან ძლიერია ამიტრიპტილინის დამატებაც შეიძლება. მაგრამ როგორც წესი არ ხდება ხოლმე საჭირო გაბაპენტინი და პრეგაბალინი, ან პრეგაბალინი საკმარისია ხოლმე როგორც წესი. თუ კი ჩართულია თვალბუდის ნერვი, მაშინ ანტივირუსული გელი არის განციკლოვირის გელი ინიშნება ხოლმე თვალზე წასასმელად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ვალაციკლოვირთან ერთად, ან დასალევად ვალაციკლოვირი თვალზე წასასმელი. და თვალი ჩართულია თუ არა მარტივი არის ხოლმე ცხვირზე, ცხვირის გვერდზე თუ არის მოკლედ ეს ჰერპესი, ესე იგი თვალი ჩართულია, ან თვალის ნერვიც ჩართულია.
ეგ არის მარტივი მარტივად როგორ უნდა მივხვდეთ, ან თვალს საფრთხე ემუქრება თუ არ ემუქრება. ცხვირზე არის გამონაყარი, მაშინ თვალსაც ემუქრება საფრთხე. პრევენციისთვის რა შეიძლება? ვაქცინა არსებობს და ვაქცინის 2 დოზა, varicella zosteris ვაქცინის 2 დოზა 2 თვის ან 6 თვის ფარგლებში შუალედით ინიშნება და ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს 50 წლის ზევით მოკლედ ადამიანებისთვის ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს. ნერვის რეგენერაციისთვის და აღდგენისთვის, რადგან მით უმეტეს ასაკოვნებში ნერვი ზიანდება, ამ ნერვს დაზიანებულს სჭირდება აღდგენა. B-კომპლექსი ინიშნება ხოლმე 2 თვის განმავლობაში ყოველ დღე, რათა დაეხმაროს დაზიანებულ ნერვს აღდგენაში. და ვიტამინი C 500 მგ დღეში ერთხელ, რადგან იმუნური სისტემა გააუმჯობესოს და შეხორცება შეუწყოს ხელი. რაც უფრო ადრე დაიწყებ მკურნალობას, მით უფრო უკეთესია. მკურნალობას თუ არ დაიწყებ, უმეტესად აღდგება, მაგრამ დაჭირდება დიდი დრო და იქნება ასოცირებული მეტ ტკივილთან და შეიძლება დააზიანოს ორგანოებს, შეიძლება სახის პარალიზი გამოიწვიოს, შეიძლება სიბრმავეც გამოიწვიოს ზოგ შემთხვევაში. რაც შეეხება პროგნოზს, მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი თითქმის იდეალურია. თუ მკურნალობ, პროგნოზი იდეალურია. 4 კვირის განმავლობაში მოსჩება მოკლედ. და თუ კი ვიტყვით, რომ რო არ ვუმკურნალოთ და ვუმკურნალოთ იმასთან შედარებით როგორ იქნება. თუ არ ვუმკურნალოთ, მოკლედ ყველა რისკი დაახლოებით 3-ჯერ ან 4-ჯერ იქნება გაზრდილი. მაგალითად, დაბრმავების რისკი 5%-იანია. თუ ვუმკურნალებ 1%-მდე ჩამოდის. მაგალითად, სახის პარალიზი 80% შემთხვევაში აღდგება თუ ვუმკურნალებ. თუ არ ვუმკურნალებ, დაახლოებით 40% შემთხვევაში. აი ესე. ამიტომ მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს თუ კი იმუნიტეტი დასუსტებული აქვს ადამიანს, თუ კი ინფექცია სერიოზული სიმპტომები აქვს და სერიოზული ადგილებია ჩართული. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.